ლეონარდო და ვინჩი. შეფ, დრაღის. ვისა ჩანდაბთუნდა. ახალწელს რაც აი რაც. დავით უმდიმდუმ. შენთან მოდიან მზიკები ფუტკრები და ბანანები. აუ როგორ მინდოდა ბიჭო და ამანი მენა გაიხადა რაღაცები გაყიდა და ხაჭაპური იყიდა. აი მე რაში გადავხდი სხვა. გავიგე მეც ეგრე მინდოდა. ვინ არის? ვინ საბასთან? ბიჭო, ახალწელს კარბონა. რა უკრა ხა იმ კვერცხი მაგ იმაში მაიონეზში. მომეწონება აბა რაც იზავს. მოგესალმებით მეგობრებო, სეტი აუქციონი დაბრუნდა, როგორც იქნა დაბრუნდა საახალწლო ეპიზოდით. ხედავთ როგორი საახალწლო განწყობა არის. გარშემო, არ ვიცი, ეს იქნება ვიზუალური მხარე ჩვენი სტუმრების დღეს თუ ეს იქნება უკან ფონზე სხვადასხვა ნივთები, ნამდვილად ყველაფერი ძალიან საახალწლოა. ანუ CGI ჩავსვათ უკან ნაძვისხეს და კომპიუტერული ანიმაციით უკან ყველაფერს გამოვაჩენ აუცილებლად. მოკლედ მეგობრებო, განსხვავებული აუქციონი გვექნება გამომდინარე იქიდან რომ ახალი წელია და ახალი წელთან დაკავშირებით ჩვენ გვექნება საახალწლო სუფრის აუქციონი. ვარა, მიყვარს ახალი წელი და ძალიან გიყვარს მაგითო ხარ. საახალწლო სუფრაც. ახალი წელი. დაგვიდგა? გულში რაღაცა ჩაგვიდგა? ხო, რაღაც ეგ. იყოს ეგრე. მოკლედ, რა უნდა გააკეთოთ თქვენ? მე მგონი უბრალოდ რა უნდა ქნათ თქვენ? სიხარულის ლაინი შემოგატენა, სადაც როგორც? ერექციაზე. აი, ხა, ეგრე. რომელიც შესაძლებელია. მაგითო. იყოს. ისე მილიარდი დოლარი გექნება, წესები არის იგივე, ვერ გაატარებთ, მისტერი ბოქსები გვაქვს, ასე შემდეგ, ყველა სანახი აქვს, რა თქმა უნდა, აუქციონი, იმედი მაქვს ამისი. უბრალოდ განსხვავებით იმისა, რომ ფეხბურთელები აირჩიოთ აუქციონზე, ამ შემთხვევაში რისი ან ვისი არჩევა მოგიზებთ თქვენ. ეს არის ცივი კერძები, რომელიც იდება თქვენთან სუფრაზე, სალათები, რომელიც სუფრაზე იქნება, ძირითადი კერძები, რომელიც ორი უნდა აირჩიოთ, ამასთან ერთად იქნება ცომეული, სადღესასწაულო სასმელი, ალკოჰოლური, соусები, რომელშიც თქვენ კერძებს ჩააწობთ, დესერტი, რომელიც პირს გაბარუდებთ. რა გადის ტელევიზორში, ამასაც აუქციონზე აირჩევ, ვინ არის თქვენი მეკლე და ის ადამიანები, რომლებიც თქვენთან ერთად სუფრაზე არიან. ხო, თანამესუფრე. რამდენი ადამიანი? ნახოთ. თამადასაც ამარჩევინე. ამ პაკეტად. თამადას არ ამარჩევინე. თამადა მეკლე არის. მეკლე არის. მეკლე თამადაც არის. აა, ეს უკვე მეკლე თუ უნდა ვარ. მეკლე თამადობს. თან თამადა მიუწევ. სპორტთან რა კავშირში არის ეს ყველაფერი? ანუ სპორტული რაღაცების იქნება? ღმერთმა უწყეს, ანდრო. შეიძლება საერთოდ არ იყოს. საერთოდ შეიძლება. რა სპორტის გარეშე არაფერს გაკეთება არ შეგიძლია? ერთადერთი რისი თქმაში არ ხსევართ უბრალოდ სპორტს. რისი თქმა შემიძლია უბრალოდ არის ის რომ სუფრაზე უკვე დევს პური, ყველი და თქვენი საყვარელი ადამიანები თქვენ ვინც მოდი ახლა უნდა დავაზუსტოთ ეგრე მუშაობს. რა პური დევს და რა ყველი ანუ. თქვენ რომელიც გინდათ. ეგრე არის? თქვენ რომელიც გესიამოვნებათ. ჩემს გულს რაც გაუხარ. მაშინ ახური შოთემი დევს არავინ არ ცოტა ხახის ხვალი, ცოტა სულგონი რა. კი ბატონო. ცოტა იმერულიც მინდა. გობადიას. ცოტა არა, აშუაში არის ჩემს უბრალოდ ვაწყობ ხა მე აი მაულა. ახლა ხო ნაიცის. ბაჟისთან პრინციპული მნიშვნელობა. მაყურებელმა უნდა აირჩიოს თქვენგან რომელი სუფრაზე მოხდებოდა. მისთან წამოვიდოთ. კი. კარგით. დავიწყოთ. ვინც არიცით? ბიუჯეტი რამდენი გვაქვს? მილიარდ დოლარი. ოჰო, მილიარდად. ბაჟე 500 მილიონი. აფსონა და ანდრო. გამარჯობა. დავიწყოთ მეგობრებო, პირველი მოდით იყოს ცომეულით დავიწყებ. ცომეული. და თქვენის ნებართვით იმერულ ხაჭაპურს გამოვიტან. რა თქმა უნდა, ყველა კერძს რომელსაც აქ ვასახელებ მის საუკეთესო ვერსიას. თორემ მილიარდ დოლარი. ანუ ტაფაზე თხელი. როგორიც გეს შენ ტაფაზე თხელი გინდა? შენ მე მაკარონიანი. კი ბატონო, მაკარონიანი. ბავშვობის გახსენება. ანდროს დებიეჩენის რა. არა, რა თქმა უნდა, გაკეთებ. მე ტაფაზე ღუმელში შეშაზე მინდა მე იმერული ხაჭაპური ცოტა კარაქით. შვენიერი. 50 მილიონი. 50 მილიონი. 60 მილიონი. შემდეგი ვერსიები, ჩემი გათვლით, რა თქმა უნდა, ეს გემონების უარესი იქნება, ხო? იქნება ან იგივე ფასით და ხაჭაპური ჯობია. გაქანებით ან უარესი. ეს არის ბრძვის 80 მილიონი. 80 მილიონი. 100 მილიონი. 120 მილიონი. 130. 140 მილიონი. ხაჭაპურის გარეშე ჩემი სუფრა, რა ვიცი. მეკლევი უნდა მყავდეს, მოვიდეს. 150. 150. 160. 160 მილიონი ხაჭაპური. არ მონაწილეობ?
ხაჭაპურს არაფასე ბიჭო ფული თუ არ გეყოფათ, წარმოდგენაც კი არ მინდა რა შეგისუნთ. 170. 70 მილიონი. ფულის ყოფ თუ გამინუსებით. ვაი რა უნდა იყოს მეტი ისეთი ხაჭაპურის გარეშე 175 მე დავნებს. 180. 180 მილიონი ხაჭაპური, მეგობრებო, ტაფსონ არსაიდან ჩაერთო რბოლაში. ვახ ძალიან გართულდა ბიჭო ძალიან გართულდა მაგრამ ნუ მე ვიღაცები ხო უნდა ვიყვან ხო რა. 1 185 10. 180 მომეცი და ვიღაცებს მე დაგითმობ აიყვანე რა იქ რაღაცა გოჭი იქნება რაღაცა. გოჭი შეიძლება არ გიყვარს მომცემის ხო რა. 115 200. 200 მილიონი. დავანებოთ თავი, ანუ ხო შეიძლება 200 გავჭერდეთ. ახლა მესი რა 205 210. ანუ 100 მილიონი. 215 ხაჭაპური 215 მილიონი ხაჭაპური. ანუ აქ ხაჭაპურია, მეგობრებო, მესმე. გავიგე, მაგრამ 1 ძალიან მილიარდია ძალიან, სულ და არა. 220 რო დავხარჯავ მე ხაჭაპურზე, აფრე აღარ მაქვს რა. 220-ად გატა არ მინდა წაიღოს კაცო რა ვიღარ. 215 მილიონი ხაჭაპური ხაჭაპური მინდოდა. ანდროსთან. კი ბატონო ბიჭო, პრაიმ იმერული ხაჭაპური 215 ძალიან ბევრი. ბევრია თორე, ხო ყველაზე მეტად მინდოდა ხაჭაპური ბევრია. მაქვს. ანუ ხაჭაპური ჩემთვის number 1 სამიზნე იყო. ნუ ეხა ხო ხო number 1 სამიზნე თუ იყო შიგიჟეში გადავიდა ფაკურიანის რესტორნებში რო ისინი ღირს ზამთარში ხაჭაპურები ეგ გადაიხადა. ეს რა არის? ანუ ძალიან ტოპ ხაჭაპური იქნა არ ვარ დარწმუნებული ფაკურიანში გადავიდა. არა ბაკურიაში არა ესე იგი. ჩემთან იქნება ძალიან მაგარი ხაჭაპური აუ როგორ მინდოდა ბიჭო და ანუ ამანი მენა გაიხადა რაღაცები გაყიდა და ხაჭაპური იყიდა. აი მე რაში გადავხდი სხვა გავიგე მეც ეგრე ხარულზე მინდოდა. მეც ეგრე მინდოდა. მაგრამ ნუ სხვას რო უყურებ რავი შენი იყოს ბიჭო მილი სუფრა. ლობიანი რომ ეთოს ხაჭაპურის მაგივრად ძალიან მიყვარს ლობიანი მაგრამ ხაჭაპური სხვა დონე არის კარგი. ხანს იყო ბარბარობა. ხაჭაპურზე ბარბარობა და- გასაგებია რა ომიც იყო და მოდი ნახოთ რა მოხდება პირველ სადღესასწაულო სასმელზე, მიდი. რომელიც ღვინო გახავთ. და 60 მილიონად გთავაზობთ. თქვენი არჩევანით რა თქმა უნდა ღვინო, რომელიც გესიამოვნებათ როგორიც გინდათ. 100 მილიონი ღვინო. 100? მაგაზე ცოტას მაინც არ გადაიქცა 100? დაუზარდე რა რო არ დაუზარდე აი, რა გვინოა მე ვარჩევარ. რა თქმა უნდა. შეიძლება უფრო მეტიც ღირდეს. მე შევარ. ვიდრე 100 მილიონი. ანუ ხო. ანუ ღვინო ანუ ის რაც გინდა ის ხარისხობრივად რაც მინდა. ხო, თუ გინდათ დიმედროლიანი თუ მაგრამ რაღაციანი. მე ქართული ღვინო ბაზარში რო იყიდება და თუ გინდა საუკეთესო ქართული ან არა ქართული. გორული მწვანე ჩინებული. კი ბატონო, 100 მილიონია ჯერჯერობით. 120, მაგორში 125. 125. 140. 125. 160. რა იმისთვის ძალიან იაფია ბიჭო ხაჭაპურთან ერთად ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ატრიბუტი რა ფულებს ისვრიან 170. 170. 180. 200. აბსოლუტურად დაჭერეთ გუჩი 200 მილიონად ღვინო მიდის. ეგრე რა, იმიტომ რომ ეს ეხა მე გავაკეთე, მე თუ მკითხავთ საახალწლო სუფრის 50-60%. ჩემ წარმოდგენაში რა, იმიტომ რომ ცუცუდი ღვინო მაქვს. აზრე თან თუ ღვინო არ მაქვს და დავუშვათ მაქვს რაღაცა სხვა სასმელი. არ ვიცი მე ვიცი. ჩემი ეგრე მინდა საახალწლო სუფრი. კი ბატონო, მოდით აი კარგი მეგობრებო, გამიყვება. 200 გადავიხადე მე ნამდვილად. ღვინოში. პირველ ცივს შემოგთავაზებთ მადის აღმზრდელებს, აპეტაიზერებს. და ეს არის ხიზილალა, რამდენი 60 მილიონად. ღვინი იყოს. შენთან მოდის ანდრო თუ რამე ხიზილა. რატო ბიჭო ის არაფერი არ უყიდი სტაფსონა მაიღო. ცივები ხო? 60? მოდი გავუშვათ 60 მილიონად ხიზილალა რას? ხო, გავუშვათ რა. ხიზილალა 60. დავიდეს არა. ხიზილაძე ძალიან მევას ორივე ხო მექნება შავის და მაიც შენი არჩევანია, როგორ ორივე გაქვთ ხალხო წითელი მიგეცა ჯობიდან იკუშ, მაგრამ არა. თვითონ რომელიც უნდა ხიზილალა ბიჭო მე წითელი მირჩევნია მაგრამ ვიღაცები ამბობენ რომ შავი ჯობია ჯობია მე ცხოვრებაში არ მჯამი არც შავი არც წითელი არც შევჭამ საერთოდ. არ მინდა ამის. არა, მაგიტომ ეთყობა ალბათ ჩემი ბრძოლის მეთოდოლოგიას რომ არ 60 მილიონი მე აი არ შეიძლება 15 მილიონი რაღაც გაიჩითოს ქვემოთ რა თქმა ხო ბაჟე. ხო რა ფასებით ესე ვერ გადავრჩენ არა ბაჟე. პირველი მე არ მომწონს აი საახალწლო სუფრაზე ხიზილა უბრალოდ რო გდია. აი სულ ეგრე არის ხო მიტოვებული ადამიანი. აი მე მაგალითად ქორწილშია სანმე რომ მივდივარ ხიზილოს უეჭველი ბიჭო თავიდან რა არაკი და პური? ერთ ხო მე ვერ ურისკავ, იმიტომ რომ მგონია სულ რო ცუდი იქნება და არავის არ უჭამ ხო. გააჩნია ქორწილი ალბათობა მაგის დიდი არის ხოლმე, თუმცა ანდრო მართალია გააჩნია. აქედან ყველა მივდივარ საუკეთესო ფინალს გასასინჯენ, იმიტომ რომ მაინტერესებს რას ვკარგავ მაგას რო. ხიზილა ცივებში იყო ხო? კი.
და შემოგთავაზეთ პირველი ძირითადი კერძი მეგობრებო, მივიწე. რომელიც არც მეტი არც ნაკლები, რა თქმა უნდა, მეფე ვიცით. საახალწლო სუფრის, შეიძლება არა ისე კერძების, არის შეიძლება კი არა ისე არა, ჩემთვის ყოველ შემთხვევაში. საცივი. მისი საუკეთესო ვერსია, მისი საუკეთესო ფორმა. 80 მილიონი. ყველაზე ძვირად ღირებული. 80 მილიონი საცივი. 90 მილიონი საცივი. 90 მილიონი. მეტი რო გადავიხადო. 100 მილიონი ათათი საცივი. თუ მატებს კაცო ესა? შენ არ გიყვარს საცივი გაბრა, ხო? 100 მილიონი. ასად გამოტანე და ბაჟეს დაგიდე. არა. შენ გიდა საცივი? 100 ჰა. 110. 110 ის არა წიე და ირა არის ფლო. 110. 115. 115 მილიონი საცივი. 115 მილიონი 1, 120. 120 მილიონი საცივი. 120 მილიონი საცივი, ხო? ღვინოც აქტებს 125. 125 მილიონი ხაჭაპური აქვს მაშინ. საცივი. შენ ღვინო გაქვს. მე ღვინო მაქვს და გეუბნები ჩემი სუფრის 50% შევასრულე. შენ ბაჟე უფრო გევასეოდი საცივი. 125. მე ბაჟე უფრო 10. 130. 130. ნუ აი მე ვეღარ მოვიყვანო ერავის. 130. 1, 2, 115 აბა რა საცივი. ბაბუა ჩემი არ მოპატიებს მაგას რომ მე საცივი არა ურჩი. 130. ბაბუ შენთვის საცივი ჩემთან მოდის. აბა ეხა ბაბუაში. ბაბუა ჩემი ამბობდა რომ ბებია ჩემი ბაბუაშიც საცივი. მესი უყვარდა. საცივების სოფლიო ჩემპიონატზე რომ გაიყვანო ერთ-ერთი ტოპი იქნება. და ეხა ადამიანს ასეთი სენტიმენტები აქვს ბაბუშობა, ბაბუა და ოჯახი აქვს და რა მოს ტუეომო. აუ რაიტირა, კაი ეგრეც არ ეს ტირილია? ამ ხალხს სულ გრძელობა ტირილი, რატო გონია რა ხდება? აი, რამდენად აიღეს? 125. 115. მე ალბათ 2 ლარი დავჭა, მაგრამ საცივი და ხაჭაპური მაქვს შენ საუკეთესო. გაქვს 590 მილიონი ამ წუთას ჯერ კიდევ. ო, მეგობრებო, პირველი соуსი, რომელიც შემიძლია შემოგთავაზოთ, არის ბაჟე, ეხ, 30 მილიონი. ვიხდი მეც ბაჟეში ფულს. სა რა ფასებზე ვარ? მე 30 ავწია. 15-ზე ავწიე. 50, ბრავო. 55-ზე ავწიე. 70. 75-ზე რაც ავწევ ჯანდაბეს. მოწე. 5 დაამატე, 80. კარგი. აი ხო ჩვენ ვსაუბრობთ რა საერთო ჭამ. ხომ იქნება? 5 პლუსი. აი 10, 95. 95? ასე ნაკლებად ბაჟე. ბაჟეში 100 საამბეურია. ძალიან დიდია. მილიარდი მაქვს, ანუ მეხუმრები და მეათედი. ბაჟეს. მეათედი უნდა გადავიხადო ბაჟეში. ვიხდი. ვიხადო. რამდენი? 100 ვიხდი. 100 მილიონი. აიღე. ბაჟეში ვიხდი 100 მილიონს. და მაყოფილიო. სად არის გა? соуსები. აუ რა კაი კაპიტალ დაბანდება მაქვს. რაუნდში ეხა სიგიჟია 200 გადავიხადე ღვინოში, 100 გადავიხადე ბაჟეში. პირველი მეგობრებო, პირველი რაც შემიძლია შემოგთავაზოთ, რომ რა გადის ტელევიზორში? ხო. 60 მილიონად არის რომ ტელევიზორი არის გათიშული. ეს არის ყველაზე ძვირად ღირებული. არა, მე მევასება. კი ბატონო. მე მევასება, როცა რაღაცები ჩართულია. 60 მილიონი გაბროიხდეს? 65. 100. 100 მილიონად ტელევიზორი უნდა რომ გათიშული იყოს სადა. აუ რა გიჟია. 100. სიხტი მაგაში. მიდი რა პროსტა იმას ხელი 105 გაუზარა. რა დაგჭეს 105-ად? MTV რო ჩაგირთოთ? არა. მაინც არა. 100 ტელევიზორს ვთიშავთ. 1 2 ათიშოს კაცო რა თქმა უნდა ის. ტელევიზორი გათიშული. გაბროს პირველი შენაძენი არის ტელევიზორი გათიშული. მე მევასება თხლადიქ დაბა რაც არ უნდა გადიოდეს, თან სავარაუდოდ კარგი ქალაქური სიმღერები გადის ხოლმე. მეგობრებო, პირველი არ მეოსება, აი უხერხული სიჩუმე რო არის ხოლმე ყველა რო ჭამს და მაგიტომ ერჩევნია რომ ვიღაცა არა, მოგაბარა. ბიჭო, ახალ წელს უხდება რა, პირველი რაღაც მეკვლე. კულტურული მემკვიდრეობის ნაწილებითა. პირველი მეკლე არის ლეონარდო და ვინჩი. შეფ, დრაღის, ვისა ჩანდაბათუნდა. ახალწელს რაც აი რა. საიქო ცერნში რო გამომყვეს გიადვალთან შეიძლება წავიყვანო და ვინჩი, მაგრამ აქ რა თმინდა. ლეონარდო და ვინჩი და მე წარმოიდგინეთ მეგობრებო, აი ერთ აუ ძმა თან იმენა არა მე ანდროს მოუხდებოდა. მე მოდი ესეთ რამეს გეტყვით, რომ ყველა მეკლე, რომელიც ჩვენთან არის ლეონარდო. ამ სახელის გარშემო აგებული. ბრაზილიელი ლეონარდო რო. თავაზობ ლეონარდო სხვადასხვა ფორმები აქვს. ნუ და ლეონარდო და ვინჩიზე ძვირი ბოდიში რო სხვა ლეონარდოები არ მგონია. დიკაპრიო ყავს. მესი.
მესი ლეონარდო რანეთ არის? ლეონარდოს ვერსიები, ხო იცი ესე ბოასპენი როგორ მუშაობს. გაიყვან? წარმოდგენა არ მაქვს რას გიპასუხებ მაგაზე. ერთ-ერთი უდიდესი გამომგონებელი. ბიჭო, ცალსახად მაგრამ მე რა ვაკეთე მაგას და ერთად მითხარი. ლაპარაკე. ტვინს შეგვიძლია რა იცი, რამდენს ლაპარაკობს? სამსა იქნებ ხატავს. ქართულად ლაპარაკობს. თქვენთვის. მე ეხა წარმოგიდგენია. მილორავათებს გაიშლი და უეჭო ლეონარდო და ვინჩი ჩემთან. ეს რატო გაგიქცე ლეონარდო და ვინჩი ანუ მას რაღაცნაირად. გადაიწევდა და იმენა იმას იზამდა. შენ რა შვები? არ გინდა ლეონარდო? შენთან მოდი. 1 2 და 3 60 მილიონად შენთან მოვიდა ლეონარდო და ვინჩი. არა, ეგ არის ლეონარდო და ვინჩი სუპრაზე მაგრა გაასწორებდა. შენ იმიტომ რომ წარმოვიდგინე ქართულ ახალწელს სხვანაირად დაინახავს, სხვანაირად აღწერს ვაფშე ძალიან პირველი აი ტაფსონე მატერია. თქვენთან ერთად სუფრაზე ვინ არიან პირველი ვისაც გთავაზობ? მოიცა ეს ვინ არის? მეკვლეა თუ ვინ? ეს მეკვლეა. ვეკოლე შენ. ლეონარდო. თამადა, შესაბამისად თამადა ლეონარდო. აუ. სელფის რო გადაიღებს ლეონარდოსთან ერთად. თავის ფეიზზე დადეს. ახლა გვისკავთ, აბა ამაზე უკეთესი მეკვლე. 60 მილიონად? ლეონარდო და ვინჩი მეკვლეთ რო ყავდეს, შემიძლია თამამად თქვა, რომ მასზე უკეთესი მეკვლე არავის არ გეყოლებათ. ისტორიაში. არ მე ხვდები. რას ნიშნავს ლეონარდო და ვინჩი ჩემი მეკვლე არის, ან ვინ უნდა მოვიდეს? ახალწელს მე ისი? არ ვიცი. მე მაგ ვერსია ელაპარაკე დალევს მსმენია. მონიკა ბელუჩი რომ მოვიდეს. ყველაფერზე ელაპარაკე. საკმარისად კარად ვიცნობ, იმისთვის რომ მიხვდე, რომ ლეონარდო და ვინჩთან ერთად ახალწელს. მოდი ვნახოთ სუფრაზე. მონიკა ბელუჩი რომ მოვიდეს მეკვლედ მირჩევნია. მესმის. ვინ ამ სუფრაზე ამ ხალხთან ერთად? პირველი ვისაც გქონდოთ, ტერი გილიამის ნაიკის რეკლამა ხო გინახავთ? ფეხბურთელი. აი იმაზე გემზე რო 3-3-ზე ერთმანეთს ეთამაშებიან. აი ეგენი ყველანი მოდიან ყველა ფეხბურთელი თქვენთან სუფრაზე რო ერთად აღნიშნოთ. მან დავიცები ეგ ხალხი არის. დავიცი რომ 90-იანების მიწურულის 2000-ების დასაწყისის ყველა საფეხბურთო ვარსკვლავი ვინც იცით? რონალდოა, კიჭა რონალდო, ტოტი, ანრი, ედგარ დავიცი, კარლოსია, რობერტო კარლოსია ნამდვილად, ფიგუა, ლუის მალდინიც არის თუ არ ვწდები. პაოლო მალდინის ვერ ვიხსენებ, არა არის მე მგონი. ჰიდეტოში ნაკატა არის, ერი კანტონა იმიტომ რომ არის. მალდინი უკვე ნაიკის სახეა, კაცო, ის ხო გინახავთ იტალიაში. ვერ ვიხსენებ, მაგრამ ალბათ არის. ყველაზე მარტივი საქმე სოფლიოში. მოკლედ, ამ ხალხს გთავაზობთ რა? ხო. ვარსკვლავები, ისინი. მზედ ამთვარე 190 მილიონი. 70 მილიონი. ძალიან ბევრი ლაპარაკი უბრალოდ და მომბეს და 190 მილიონი. 190 მილიონი. 200. აუ, მაგაზე უკეთესი ვინ უნდა ვიყიდო დღეს. ხიზილალა 210. 220. აუ, იგებს მაგით თამაშ უბრალოდ რომ წაიყვანოს ეს. 25. 240. ამას დღეს რითაც მოვედი 240. იგებს აი აბა ხალხი უყურებს ახლა შენი არის თამაში ვა აბსოლუტს ხიზილალა აქვს რონალდოს ტოტის და იმად მირჩევნია 240. 50. ამაზეა საუბარი? აუ ბიჭო ამასთან მიახლოებული მაინც იქნება აი რა მიდი თქვი. არ გვეთქვი 255. მე რა უნდა გითხრა? 290. 300 თუ უკაცრავად რაღაცა 290. რაღაცა 300 რო დავიძახო ბიჭო ყველა როგორ მყავს როსტატო რა ვქნა? 300 რამდენზე ეგრე ხარ? აი სუფრაზე მოდის ხალხი მოდის სუფრაზე სხვაგანაც ბევრი ადამიანები მოვიდა არა არა გეტყვი სავარაუდოდ განელ მეკუბოვებს მოგიყვას შემდეგზე უეჩველი ტან აი მაგათ მოგითხრებ 1 295 300. მნდა შენ ვინ არიან სუფრაზე ამით იხურება ხო? მეტი აღარავინ აღარა 305. 310 320 320. 330 ანუ სხვა რაღაცები მისტერი ბოქსებში ყოველთვის ბედნიერებას არ ელოდოთ მაგას ვიძახი მე აუ ვიცი მეც ვიცი მეკუბოვები 1 330. კი 330 ვის აქ თქვა მე კი ბატონო 1 2 3 330 მილიონად ტამსონასთან წავიდა ნაიკის მთელი პერიოდა რამდენი დაგზე ტამსონას გაჩა 310 მილიონი მართლა რა დიდებულია ვერაფერს ვერ შევკრავ სავარაუდოდ თუმცა პირველი რაც აი ღვინო მაქვს დესერტი მყავს ღვინოზე და ეს ხალხი მოდის ანუ მორჩა ღვინო ბაჟე დავიჩი და ნაიკის რეკლამა. ანუ პური და ყველი რომ დამიდო ეგეც ყოფილი პური და ყველი სადაც გიდევს თავი მორჩა აღარ მინდა არაფერი მე ვარ აწყობილი მაგრამ აღმოჩნდება რაღაცეები ღვინო ბაჟე დავიჩი. მე ვარ აწყობილი აუ რამთვრალები ვიქნები და რა კარგი ღვინო წესიერი შემობინახე დავიჩი რომ მოგაჭრე ყველას მე კი არის. არაფერს არ მეყვება პირველი დესერტი არის გოზინაყი
ისიც გაგიხარდება და გაბროსთან მიდის ხო? არა, ანდროსთან. შენთან მოდი. რატომ მოდი შენთან რაც არ მიყვარს? კოზინაღი არ გიყვარს. არ მიყვარს არა. მე მიყვარს თუმცა დებიაჩებს უსწორებ ხოლმე რომ ასეთ კბილად დამიბერდის მეუნება და ერთ კუბეჭ და მორჩა. რამდენი გეხვეწები ეხა ძვირი არ 50 მილიონი არის. აურე აშივზოგავ ფულს და რეები წადი არა რა გინდა საახალწლო სუფრაზე გოგოზინა გოზინაღი იზილავა ხაჭაპური და სტაცივიდა რა გინდა ვერ გავი ყავს ისინი კარგად მიდიხარ აი და ედგარ და სადღაც ანუ ბაჟი. აი ჩემს სტუმრებს გავუსწორდებათ მე არ მიყვარს სხვა სუპორს თურს ხელს განმო სადღაც ცინცაძის ქუჩაზე გაშლილ ერთ კაი. ჩოვედი სუფრას კრავდა კაი, ბოდიში სალათი გვაქვს გაჩენილი მეგობრებო და პირველი გთავაზობთ ქათმის სალათს. აუ ეხა ეგეც ჩემთან მოდის და არა, ეგს უკვე მიდის გაბროსთან თუ რა. მიდი ქათმის წავიღო სალათი 30 მილიონად. თუ არა რამდენად ვინარ რამდენად ეს ვინარ ქათმის სალათი 30 მილიონად. ვარა დაძლევს რაღაც ანუ სალათები იაფია. წაიღეთ ქათმის სალათი გოზინაღი გაცილებით მნიშვნელოვანია სუფრაზე და ქათმის სალათი. ეს ფასերը აუ ქათმის აუ სალათი მე და ფრანჩესკო ტოტირო განსხვავებულს ვსვავთ კრამიტით აი ესეერი ამო ანდრო არაფერი უკაცრავად დამიჩადი ჯამა მე ახმორჩი მეგობრებო, მოდი გავაკეთოთ გასაკეთებელი და ერთი კერძი, ერთი მხარე ამოვწუროთ და ეს იყოს მოდი ცომეული. ცომეული მეორეს ვარჩევთ, მესამე ავტომატურად წავა უკვე. მიდი. ხაჭაპური აქ არჩეული უკვე. ხო. დროს და თქვენ შორის ლობიანია მეორე არჩევანი, რომლის ფასი არის 30 მილიონი. 30 მილიონი ლობიანი 35-ს გადავიხდი ლობიანში 50. მე 55-ს გადავიხდი 60. 75-ს გადავიხდი 90. აბსოლუტურად მე შავი ჭირი რჩება სუფრაზე, უბრალოდ თანხიდან გამომდინარე. მაინტერესებს რა საფი. ამდენი რო დავხარჯო ანუ ფული თუ არ გეყოფა, მე მეუნე ჩაგისვა რაღაცეები. მივხვდი გავიგე შეიძლება რაღაცა იყოს შავი ჭირი. ეხა რამდენი რა ყოვიდი აუ შენ იქნებიო შენ თუ დავინჩი და ნაიკის ისტაობა უნდა გაწყვიტო შავი ჭირი კაი ჩემ თავს არჩევი რა თქმა უნდა არ ვიზავ შავ ჭირს, მაგრამ არც უკეთეს მდიდარ. რამდენი თქვა შიც. არა ლობიანი ჭირი 100 გადავიხდი კაცო მე რა და 110. დაიღოს ლობიანი 110 მილიონად წავიდა გაბროსთან. ხეჭაპური რამდენი დაიღე 220 ვიმედი ნუ აი ზუსტად ეგეცხო ბაჭი ეგ უნდა მეთქვა ზუსტად მაგრამ მე გადავიფიქრე 110. შენთან მოდის პიცა თუ გინდა? მაიონეზიანი. პიცა მოდის. ხო რა მაიონეზი ბულგარული და ზეთისხილი უნდა ქონდეს. პიცა მოდის ანჩოუსებით და ასეთა იცი ანჩოუსებით და ანანასით. ეგ კომბო არ არსებობს. ეს კომბო ამ წუთას მოვიგონე, სხვა გზა არ მაქვს? არა, როგორ აგა მისტერი ბოქსია შენთვის. რასურელი. ანუ ანჩოუსებთან ხახვი და კაპერსი და მაშორე რა ანჩოუსები და ანანასები რა არის მომაშორე ერთი წამს. ეგეთი არის გულიერება ყველას. აო? მომო გავიგებთ ახლა. არ მინდა რამდენად შენ მისტერი ბოქსი 5 მილიონად. 5 მილიონად ყიდულობ მისტერი ბოქს მოიცა, მომისმენთ. კიდულობს ქართული საფირმო კერძია. აჰა ცხება 180-დან 200 გრადუსამდე, აი. 15 წუთის მანძილზე 15 წუთში ცხება და თითქმის ყველა არასწორად ჭამს. კუბდარი შეიძლება იყოს, იმიტომ რომ არასწორად ჭამთ იგულისხმება ზეზის უნდა მოაჭრა. აჭარული თუ უნდა ჭამო რა, ეს თვანები ეგრე ჭამენ კუბდარს. საერთოდ ეგეც ცუდი საერთოდ არ არის 5 მილიონი წაი მოიცა, სხვა რა შეიძლება? არ იქნება ალბათ კუბდარი ხო და მაგას ვამბობ. ყველა არასწორად ჭამს ქართული საფირმო კერძია რა. იცის რამდენად აძლევ ათად. ნახე, მომისმინე? მოდი, აი მარტო. საშენ მაიონეზი რაც არ უნდა იყოს, შენ ანჩოუსებიან. ანჩოუსებიან და ანანასიან პიცას ანჩოუსი მოკლავს. მირჩევნია ყველაფერი. გასაგებია. არ უნდა იყოს. ილოცავ, შენ კუბდარი 5 მილიონად დაითრია. ვინ თქვა რომ კუბდარი იქნებოდა? ვინ? რა თქმა უნდა, თუ რამდენად დავითრიე? 5. ანუ იდეალ, ანუ სუდი მენეჯმენტი დაუფასა. აი არ ხმის ბიჭმა, ხმის ბიჭმა. ის ბიჭი ხო დღეს იცით როგორ ხდება? ცუდი მენეჯმენტი რატო არის როდის უკაცრავად? დაიმახსოვრებთ, რომ თქვენ ტირილი აქციოთ რეალობის აღქმას. ბიჭო, ქვითინებენ თან ცუდ მენეჯმენტს ეზახიან. ის რომ ანუ რო ხაჭაპური რო გეყიდა შენ, ლობიანი იყიდა გაბროს, ანდრო იყიდი და კუბდარს, მაგრამ არა, ეს მე გადავაკეთე ხა ესე წარმოუდგენიათ გზად. ხო. სამი მინიშნება მომიფიქრე კუბდარზე. წარმომიდგენია აბა რა გინდათ? ბეც შეგიძლიათ რა. მამ 200 გადაიხადა ხაჭაპურზე 5 მილიონს ვიყიდე კუბდარი. მეორე ეს ხო 215. მეგობრებო, მეორე ძირითადი კერძი დიახ. გამოდის ასპარეზზე და ეს არის გოჭი. რამდენად ეს არის გოჭი და გოჭი გამოდის 60 მილიონი. ძვირი უნდა იყოს გოჭი. 60 მილიონი. ეს მეორე მთავარ კერძებში არის თუ კი. პირველ მთავარ კერძებში არა, ერთადაა ხო? ისე თავარი კერძია რა. გოჭი რამდენად 60 მილიონად. 60-ად წავიყვან მეც არ გადავიხდიო ვანანო. ანუ მეც ხალი მიყავს. 60 მილიონი 1 2 60 და 3. არა გოჭი ანუ ვიხუბრე რა თქმა უნდა მეცაც გადავიხდი გოჭი ძალიან
ძალიან მევასება მე გოჭი. დაფსვანს არ ევასება. სამწუხაროდ არ ვჭამდა მაგითო. არა მე შევჭამ ტყემალთან ერთად იქ ე ბატონო. არ გაქვს. ბაჟი ხო გაქვს? კი. კეჩუპი წავ. მეგობრებო, соуსი ბაჟე გასულია? ბაჟე გასულია და ტყემალი. მოვიდა ტყემლის შერი 20 მილიონად. ბიჭო, მწვანეა ხო? მწვანე ტყემალია ხო? თქვენ რომელიც გინდათ, გინდა წითელი გინდა მწვანე. 25. ბაჟე ვისა აქვს? მე. აბა მაშინ რას იცი? არ შემილია ორი. შენ მარტო ბაჟი. 70. 70 მილიონი ტყემალში. ვაიმე, იმ ტყემალს პანეს სულიად ყემაჩი. ახალი მნიშვნელობა შეიძინა ამ წუთას. აბა ეხა გოჩში რო გადაიხადა, ამაში უნდა გადაიხადოს, ეგრე არ არის და ეგ როგორ მუშაობს, ხო იცი? თუ ყიდულობ ხიზილავს, კაი კარაკიც უნდა გქონდეს, რა. არაკი მოყვება იმ ხის. რა ქვია? ლუპრაკ 80. 80 მილიონად. გილოცავ დრო, იმიტომ რომ შენ ეხა, ანუ შენ გაქვს ცხელი. ბიჭო მე ჩემი სუფრა. ანუ მე ჩემი არ. შენ სასწაული სუფრა გაქვს. 31-ში რასაც. არა ხალხი ჩემთან უფრო მოვა, იმიტომ რომ ეგ სუფრა არის ყოველ მეორე ქართულ ოჯახში. მართალი. დავინჩი და ნაიკის ვარსკვლავები არის და არ არის ესა. დაბრო, შენ 5 მილიონად შეგიძლია რენჩის соуსი. სუფრაზე ან 15 მილიონად გთავაზობ შემდეგ მისტერი ბოქს. აბა? соуსის წარმომავლობა სათავეს ქრისტეშობამდე 2500 წლით ადრე იღებს. იაპონიაში ყველაზე პოპულარული соуსია, თურმე, ინტერნეტში მეც ცოტა გამიკვირდა. და საახალწლო სუფრაზე ბევრს უნატრია, თუმცა ცოტას უნახავს. ნამოუშ. რომელი გინდა? ის არის რა. მისტერი ბოქსი 15 მილიონი, ქარის соуსი? ქარის ქარის соуსი 15 მილიონად, ერთ შვენება ქართული სუფრის. ისე აიყო. ასეთ კაპილად დამიბერდი და ქარის соуსი. არ შეიჭრია ქარის соуსი. აბა რა, ქარის соуსი. ანიურიანია. ეჭმენი ორი. არა, ქარი უფრო არომატულია ეხა. ქარის მოყვება მილორა. ტოლმა არ არის, ტოლმა ვაზის ბოთოლში. ჰა? ზომა. მეგობრებო, მეორე რა შემილია, მე შემოგთავაზოთ, ეს არის უკვე რა გადის ტელევიზორში. რა გადის ტელევიზორში? გაბრომ თავისი არჩევანი გააკეთა. ხა უფრო იაფი. და მეორე არის 30 მილიონად წლის კურიოზები, შეგიძლიათ ნახოთ. ანუ ის გადის აბსოლუტურად. ეს აბსოლუტურად წლის კურიოზები ექნება. აი, ხო ტოპსო რა, ეს კურიოზები. წლის კურიოზები. ეს რაღაცა ხლად რო ხარ. ყველაფერი მიდ. ტელევიზორით ხლად ხო უყვარს და წლის კურიოზები. ეს კურიოზები, ჟურნალისტების კურიოზები. წლის კურიოზები. კურიერში მე უსვა წავედი იმას ანეკდოტებს, ანეკდოტები მეზღრ. არა, ეს არის. კურიოზები წავიღებ მაგას კიდე. კურიოზები კაია. 1, 2 და 3 30 კურიოზები წავიდა. მილიონი დაიხარჯა. 35 რო ამეწია შემომარჩევდა. ბიჭო, რავი, არც ანუ რაღაცა იმილით უყურებ ყველა ჯერზე რა. შენ და ლეონარდო დავინჩი. მე რა დამრჩა. ის კურიო თეონაც ხომელიძე როგორ? შენ დაგჭა 5 მილიონად 10 შენ დაგჭა 10 მილიონად და მისტერი ბოქს 5 მილიონად 10 მილიონად დაგჭა 1998 წლის სოფლიოს შესარჩევი ბალახის ჰოკეიში აფრიკის საკვალიფიკაციო 5 მილიონად 5 მილიონად რა არის გეტყვი ნებისმიერ მომავალ წელს ეს ღონისძიება ლას-ვეგასში გაიმართება აჰა ამ ღონისძიების ბოლო ეპიზოდს მხოლოდ YouTube-ზე 200,000-ზე მეტი ნახვა აქვს და აბრევიატურა ამისი ამ ღონისძიების არის MEWC. რაც არ უნდა იყოს ტელევიზორს იქ მაინც არავინ გახედავს ესეც სუფრაა და პორნოგრაფია შენ არ მოიტანდი და მაგის გარდა რაც არ უნდა იყოს არ მომიშლის ოღონდ პორნოგრაფია მოგიტანა. ბავშვების წამება. მეგონი პორნოგრაფია მოგიტანა. ოღონდ პორნოგრაფია არ იყოს. კი ბატონო, შენ ანდრო 5 მილიონად ექსელის სოფლიო ჩემპიონატი მოზარდებს შორის. ძალიან კაი. ექსელი. 5 მილიონი. არა, ეს ფაქტი რომ ტარდებოდა საერთოდ არ ვიცი, მაგრამ თან ნახე. ექსელის სოფლიო ჩემპიონატი მოზარდებს შორის. არა, მოზარდებს შორის ლას-ვეგასში არ იქნება უფროსებს შორის, მაგრამ ძალიან უკვე იქნება. ძალიან კაი. და ექსელის ჩემპიონატის კომენტატორი რო ხდება ერთ წელში, ანდრო. საერთაშორის არის YouTube-ზე ნახეთ, ძალიან საინტერესო ძალიან ეჭვრო, მე პირველი 5 წუთი, მაგრამ მე რთული იმიტომ რომ ვერ ხვდები რა ხდება ექსელში. აჰა, გასაგებია. ძალიან კაი. მოდით მეგობრებო, გამოვიტანოთ შემდეგი ცივი ხო. და ეს არის ფხალი. 40 მილიონად. ფხალეულობა რა თქმა უნდა რა. ცივიდან ხიზილაა გასული. კი, ფხალეულობა. ფხალი რა გეს? 40 მილიონი. ხიზილა რა ღირდა? 40 მილიონი. ხიზილა. და ეხა რაღაცა 60 მაინც უნდა გადაახტე. დრამატული სხვაობა უნდა იყოს. 60-40. რა მაგათ შორის 50 სუსტი მეცივებში. ხალხს 70. 70. ფხალი. ბოდიშოხტი ნიგუზიანი ბადრიჯაინს. ყველაფერი. აფხალეულ შედის რა თქმა უნდა.
რა თქმა უნდა რა ეგრე არის ხოლმე როგორც ესე ობად მოდის და 75. 80. იმიტომ რომ ნახე მე მაგ კუბდარი მაგ საჭმელი ბაჟე მაგ. და 275 მილიონი სულ რაღაც 395 ან 745 გაბროს. სასმელებში რაღაც 45 მილიონია. გაბროს ფული აქ მარტო ლობიაში გადახდია და ტელევიზორ გათიშულ ტელევიზორში. აქ გადავიხდი 90. 90 მილიონი. მე საჭმელი 100 მილიონი. რამდენი მაქვს ფული ნარჩენილი? 100 მილიონი რო გადაიხადო, გრჩება 175. არა 105 რო გადაიხადო, გრჩება 170. შეფშე თავარი ყველაფერი. 1 2 3 არ მინდა. ხალი წავიდა გაბროსთან 100 მილიონად. და რა რჩება ტაფსონეს. რა თქმა უნდა, რა მივიდეთ რა არის ხა არ მახსოვს. კი ბატონო, ეს არის 5 მილიონად. ბოდიში. ფხალზე მისტერი ბოქსში რა აზრი აქვს? მაინც შემოგთავაზე მისტერი ბოქს. 25 მილიონად შეგიძლია ეს აიღო. სამარხო კერძია. დანა დაგჭირდება. და ბავშვობაში მისია. ბოდიში მეცინება. ბავშვობაში მისი არსებობის შესახებ არ იცოდი. ბავშვობაში არ იცოდი. ბავშვობაში მისი არსებობის შესახებ არ იცოდი რა, დარწმუნებული ვარ. ბიჭო, ეხ ხალიო გამაზო, მე ამას არ რჩება. არა. აი, მოდი ავიღებ. მოს არ მრჩება მაგას არა, აიგე. ხალი აქვს. 25 მილიონად ვიღებ რაღაც ფენსი რო იყოს გაასწორებს. ვეგანური პაშტეტი არის 20. ძალიან დიდი პრობლემა. რისი? რასაც არის? მაგრამ სავარაუდოდ ბავშვობაში მაგის არსებობა იცოდეს. რა თქმა უნდა, ვეგანური პაშტეტის არსებობა არ იცოდა. რაც გასაგებია ხუმრობ. ეხლა შენ ჯერ საუკეთესო პაშტეტის რაც არსებობს. ტაფსონეს აქ 5 მილიონად კერძი და 5 მილიონად მეორე არჩევანი. 5 მილიონად შენ გაკ მოხარშული კვერცხი მაიონეზის соуში. ბიჭო, სხვა შორის მაგას ჭამ ხოლმე. კი ბატონო. არა, ის არის, ცუდი არ არის. და მოდი მისტერი ბოქს გეტყვი. არ არის ცუდი. მისტერი ბოქსია რო სავარაუდოდ სადღაც რაღაც სახლებში, შეიძლება კუთხეებში, შეიძლება ქვეყნებში, არ ვიცი. სადღაც დელიკატესია. სადღაც? შეიძლება ერთ-ერთ წერტილში. შესაძლოა. ერთ-ერთ რესტორანში მისი ფასი რო დავსერჩი 50 ლარი იყო. აჰა. და ერთ-ერთი ინგრედიენტი არის დაფნის ფოთოლი. დელიკატესი და ის ფოთოლი ლოკოკინა შეიძლება არის. ლოკოკინა შეიძლება არის, იმიტომ რომ 30 ლარი. არის. ხო და 50 ლარად თავი 3 ცალი, 4 ცალი, ხო ცალი არ ვიცი რესტორანში. აუ და ვერ ხვდები რა შეიძლება იყოს რა. წაიღე ის მაიონეზიანი კვერცხი. კვერცხი? კი, კაი საჭმელია მართლა. 5 მილიონად, ხო? 5 მილიონი. ესეც 5 მილიონადაა და ისე. Homemade მაიონეზი მოხარშული კვერცხი და რაღაც სუნელები და საკაიფო რაღაცეები არის. მე 5 მილიონში ვიხდი იმაში რა. იმაში? მისტერი ბოქსში? არა კაცო, 5 არ მაიონეზი კვერცხი. ორივე ხუთი. კვერცხი, ხო. ორივე 5. ხო, მაგიტომ კვერცხი მაიონეზი. ხო და არ მინდა კვერცხი მაიონეზი. კვერცხი მაიონეზი. კვერცხი მაიონეზი. აი ესენი ანუ ვერ მოახერხებენ ჩემს ზეგავლებას. შენ მაინტერესებს ის რა არის ძალი. იმას ნებისმიერ შემთხვევაში გეტყვი ისედაც. ნებისმიერ აი, შემთხვევაში. ისედაც გეტყვი. ხმით როგორ არ ვიტყვი ახლა. მი წაიღე. ბიჭო, იმიტომ რომ ეს safe choice. მაცადე ერთი წამი რა, ეს safe choice არის. ნამდვილად ძალიან ვიცი მაინც რომ იჭმევ. მოხარშული კვერცხი მაიონეზში აი. რა დაცი. არა. მეცვა გაუმარჯოს. რაღაცა. აუ რა უქნა, დაფნის ფოთოლი 50 ლარი ერთ-ერთი კერძი და დელიკატესია რაღაცებს, ეგ არის ალბათ. ველი შეიძლება. კვერცხი მაიონეზი. ველი როგორ შეიძლება? კვერცხი მაიონეზი. გისმენ? კვერცხი მაიონეზით. კი ბატონო, შენ ამ წუთას უარი თქვი ხალადეთზე. რომელსაც ქართულად ლაბასხმული ქვია. ბიჭო, იცი ხო? ხალადეს იყო არ? მოსება მაინც და კვერცხი მაიონეზი და არავის არ არის. გამიხარდა, იმიტომ რომ კვერცხი გიჭამია? არა. აბა რა იცი, გევასება თუ. არასდროს არსებობს რა მოხარშულ კვერცხს მაიონეზთან ერთად. დამიჯერე, არც ისეთ ცუდია, შენ რო წარმოგიდგენია. ხალადეც ჯობია. უკაცრავად ხალადეც მოყარულთაგან, მოყარულ ჩემს ხალადს არ ჯობ. მე ხალადეც არასდროს არ გამის. შენდაგი ძირითადი კერძი ეს ცივები იყო, ხო? კი, 5 მილიონად. კი. დიდებული. შენდაგი ძირითადი კერძი არის მეგობრებო 60 მილიონად ასევე, როგორც გოჭი იყო ხარჩო და ღომი. რა არის ახლა ცხელი კერძი? ძირითადი ხო რა? ნახვა. ხარჩო და ხომ? ხარჩო და ღომი. აღერს 60 მილიონი. 90. 100. 100. ორი ძირითადი კერძი ქონდეთ. 140. 160. ბიჭო. მე ხიდა არც ერთი არ მაქვს. ხო მეც ხო შეიძლება მქონდეს საცივი. არა. ღომი არა. ანდროანდრო გეხვეწე. ღომი აქ არის. შენ ნუ გაღორდე. 165. 170. წაიღოს. ავიღე. იმიტომ რომ მე არ მაქვს საერთოდ ძირითადი კერძი. სა რამდენი დარჩა ფული? 100 მილიონი დარჩა ტაფსი. ამათ? ძალიან ბევრი გაბროს ძალიან ბევრი ფული. რამდენი? 165 დარჩა ამას, ხო?
ეხა 170 ხო გადაიხადა? 115 გადაიხადა. 170 გადაიხადა. ხომი და ხარჩო მაქვს, ბიჭო, ანუ აწყობილი ვარ, მართლა არაფერი მე არა. კაფსონას უბრალოდ დავდი შეიძლება. აუ თან ფაში. წამო. აი ხო, წამოჩემ. შენ რატო არ იყიდე? ვინც მიცნობს? შენ რატო არ იყიდე? ორივე მთავარი კერძი. საცივი შედიოდა კოჭი? ანძო, ხარჩო თუ მოგბეზრდება, მაგეც. ამას ხომის ბიძაშვილები ყავს ყველაფერი მყავს. მაგრამ მე საცივი მაგ და ხომ კაი, კიდე ტოპესაც მინდოდა. ხომ რომ გავაკეთო არ შეიძლება? არა. ჩემს საყვარელი სეკმენდი იყო ბავშვობაში. მეგობრებო, შემდეგ დესერტ შემოგვიყვება. ბაჟეს რაღაცე აფუჭებ მაშინ. მე? ანუ აი ბაჟეში, ანუ ხარჩოთი. ბაჟი აქ ტყუილა. ხარჩოა ხომი თუ არის? ხო. ბაჟს რაღა აზრი აქვს? პურთან ერთად ჭამს. არა მხოლოდ პურთან, კაცო, ხაჭაპურთან არის გემრიელი. ძალიან ხაჭაპურიც არ გაქვს. იყვარს ეგ? ხაჭაპური ან ხაჭაპური და საცივი ან ვერცხლი მაიონეზი. ხაჭაპური და ბაჟე არის. ვერცხლი მაიონეზი და ბაჟე. მე ხაჭაპური მას არა. ასმევს. ვერცხლი კიდევ ამ მაიონეზი სალათას და და ბაჟი ცოტა ისოებს წარმოიდგინე. კაპჩააწე. ნუ თუ მშიო და ვერცხლი მაიონეზი თუ და მეშიება რა ვქნა. შემდეგ ვაფშე ძალიან ეკლექტიკურია. კი დესერტი. აბა ფელამუშია მეგობრებო. ქართველებს დესერტები 50 ხო? არა 20 მილიონად კაცო. 50. საჩემოს არაფერს არ აკეთებს. ისევ და შენთან- გოზინაკი 60 მილიონი. ვისთან მიდის ანდროსთან ახლა? მაგრამ მე მოაქვს ის. უკვე. შენთან მოდის ფელამუში 20 მილიონი. 30-ად? 40-ად? ანუ ვაფშე ფულს არ გადავიხდი ზედმეტს ეს შევსვაგებ. 20 ღირს კი. ის ფული სადმია. მეც არ გადავიხდი წაიღე, წაიღე. ეს რა. და შენთან მოდის აი რამე სასაცილო. შენთან მოდის ჩემთან. თაფლაკვერი, ეგრეთ წოდებული პრიანიკი თუ გახსოვს. აბსოლუტ ოკეი ვარ. მეც პრიანიკი რა ოკეი ვარ. პრიანიკი მირჩევი მომეცი თაფლაკვერი, ერთი წამით. ოღონ ერთი მისტერი წამით. ბოქსაც გთავაზობ. აბა? მისტერი ბოქს თავაზობ 10 მილიონად. ხო? კერძი რომელიც აუცილებლად სახში მზადდება. ხო. მისი მთავარი ინგრედიენტია წყალი. და მომზადებისას მთავარი ქიმიური პროცესი არის კარამელიზება. არ ვიცი. 10 მილიონად. თაფლაკვერს შეიძლება აჯობს. სახში მზადდება, კარამელიზება არის. ან ფელამუშსა და პრიანიკ შორის პრიანიკი როგორ გირჩევნიათ, რატომ მაგი? ფალმუშა ბიჭო, ფელამუში ძალიან კაია, კაცო, მე ფელამუში მირჩევნი რა თქმა უნდა. მე ვაშო. მაგრამ ნახე, პრიანიკი რა ჩემთვის არის? იმდენად კარდინალური სხვაობაც არის ხა თაფლაკვერსა და ფელამუშის შორის, რომ აუ ან იმაზე 15 ვიბრძო და ეს რაღაცა დაუზოგავდი და პრიანიკი ეს რა ღირს თაფლაკვერი? თაფლაკვერი 5, 10 მილიონი ღირს ის მეორე. მომეცი რა ეს თაფლაკვერი, რაღაცა შენ ძალიან სასწილთ მითხარი ის ამბავი და მაგაზე. არაფერი სახში დამზადებული მამალო იყო ჯოხზე. მადლობა თაფლაკვერი თაფლაკვერი მირჩენია ხუთი რა თქმა უნდა. კარამელიზება. ამალო მეიზღებ. ამალო ბავშვი მეოსებ. აი მაგის გამო თორე რო არ ერქვას აი მამალო რა. მამალო. ეგა აი წაცუდი. მამლის ფორმა. შემდეგი თქვენთან სუფრაზე ვინის ხდებიან? გავყვიოთ. მე მაგ ხო? ამის გარკვევა არ მინდა ჯერ. სუფრაზე ჩემთან არის ნაიკი. მართალია, სასმელი არის შამპანიური, მინდა შემოგთავაზოთ 50 მილიონად. ეს მე აბრძოლი მაქვს უკვე და თქვენი 50 მილიონი. ვეგანურ პაშტეტს და ქარისოვს ძალიან აუ ძმას რები უდევს სუფრაზე. ფელამუში გათმის საათი ფაღარათი არის ეგრევე ამის გარანტირებული. მე არ მინდა. უეჭველი შამპანიური შოუ ანუ ძველი თაღალყამდე გარანტირებული ფაღარათი არის ამის სუფრაზე ჯო მე არ. ანუ საშანსი არაა უბრალოდ მიდი გენიცვალე მე. რამდენია 50? აუ იყოს 1, 2 და 3, 50 მილიონად წავიდა გაბროსთან შამპანიური. რატოარი ბრძოლა შეხსასმელი არ გაქვს. არ მაქვს, რა მაგრამ გინდა რა? ანიური არ მევასება და ეხა მაინც შენ გაქვს 5 მილიონად საშობაო ლიქიორი. დალე საშობაული. მისტერი ბოქსი მომეც. მისტერი ბოქსი გვაქვს 10 მილიონად. კონტროვერსიული სასმელი. მოიცა? აი საშინელი. მაიცა, რა გეხმარება? კოში და ტარკოშა გამოიყენება მისი მომზადებისას. ის არის ალბათ რა ქვია. და ზითოფიაა მისი შიშის სახელი. ანუ მის შიშს ქვია ზითოფია. რაღაც აზრი. ბიჭო, კაროჩე რა. უკაცრავად რო სული სიტყვებისთვის რით ვერ მიეჩვიეთ. ჩემგან, ბოდიშით. ეს ამოჭერი. უკაცრავად რო ამოიჭრას. რა შეეხება ყველაფერს. იმ მომენტის. იმ მომენტო იბერო მომეც. რომელს ერჩევ? ალტერნატივას. მაგას ხო უკვე ამ ლუდი არის, ლუდი. არაფერი, ისეთი ლუდი არის. უბრალოდ მაგრამ უყარს ლუდი და ახალწელს მით უმეტეს გიждდება. რამდენად 10 მილიონად ლუდი. საშობაო ლიქიორი არ გერჩვენა შობაული. სუფრა საშუალო. არის აუ ანდრო, მაგრამ აი გოჭი გაქვს.
ტყემალია. შემდეგი სალათი. უდი უნდა დალიო. მეგობრებო? არის. მაგით ვიძახი რომ ღვინოში რომ გადავიხადე, ამით ნახევარი სუფრა გავაკეთე და ოლივია, შემდეგი სალათი ყვით, მეგობრებო. მოიგე. სალათებიდან ოლივია. შენ ქათმის სალათი. ნორ რა ვიცი არ 20 მილიონად პრობლემა. მიდის, კაფსონასთან. დიდი კტაფსონასთან. შეამოწმე. რატომ ის მომეცი. ოლივიე ტაფსონასთან 25-ად წავიყვან მე. ოლივიე მე. 30. რატო ბიჭო? მინდა ოლივიე არაფერი არ მაქვს. უსინდისო ხარ რაღაცა მაჭამე რა. 40. მე დამიმატებს იმას. რა დარჩა შეიძლება ვიკითხო? ეგ რო ვიცოდეთ, რა დამჭამე. არა, სანა კერძი კაცო კატეგორია. სალათი. კატეგორიები რაც რა გაქვს კერძი? დარჩენილი, რაც შევსებული არ ხო. გვაქვს ჯერჯერობით არის ძირითადი კერძი, ხო. ვისაც არ აქვს შევსებული. მე. დარჩენილი არის მეკლე ხო. და დარჩენილი არის ვინ არის უფრაზე. მეკლე მყავს, ვინ არის უფრაზე მყავს. ამაში ვიხტი მაშინ კაცო და ეგ არის რა, ძირითადი კერძი 45. გაქვს ერთი ჯერ. ხო, 45 ანდრო. 45. მე რამდენიმე ფული დარჩენ? შენ ფული გაბროს აქვს 650, ტაფსონას აქვს 95, არ ვიცი რა სიხდის. ასე. 385 გაქვს შენ. აჰა. მოიცა, მე მაქვს საერთოდ 95. 95 დარჩენილი, კი. კაი, მიდი გავუშვე. მადლობა, ამდენად წაიღო. 45-ად. 45. 45 იყო ბოლოს. ისე შენ უფრო გჭირდებოდა ეს კერძი, იმიტომ რომ ხაჭაპურთან არის გენიალური. კი, მაგრამ გენიალური რამეა ხაჭაპური. ანუ მე ამ მეკლეს წავიყვანა ხალხს, ხო და მე ეგენი მყავს და ეხა ოლივიე გაუსწორდება. ადროს დარჩა კიდე პრომოდის სალათი კახურად. ო, 10 მილიონად არის. 10 შენ გენაცვალე. რა გამო. გქონია? არაფერი არ მინდა, აი ტყილა თუ შოუს საკეთებ, მინდი ჩამოთვალე რომ ხალხმა გამოჩვი. არა, უბრალოდ დიდებული რაღაც აფსია დარჩა. ვიტამინებით. ბრავო ანდრო. ამის მოსამზადებლად მხოლოდ დანაა საჭირო. დანა. ხელწადის დრო განსაზღვრავს რა გემო ექნება. უნდა დაჭრა, წადოს რასოს. მეგობრებო, თქვენ შეგიძლიათ მოისმენთ. რას ფიქრობთ რა არის? კერძი არის უკაცრავად. ნუ ხო რა. სალათი უნდა იყოს. სალათია ხო? და მხოლოდ დანაა საჭირო ამის მოსამზადებლად. ვა, უკავდო? არა. ხილი სალათია. ხი. თვალში და არის წელიწადის დრო განსაზღვრავს რისი გემო ექნება, იმიტომ რომ არა, ყავს სეზონია. არა, კაია. აი, წადი შემდეგ. კიტრის და პამ. შემდეგი მეგობრებო, შემდეგი ძირითადი კერძი არის მწვადი. მწვადიც რო იყოს და მოვიწყო. მწვადი. გაბრო შენთან მოდის მწვადი როგორც ვატყობ. რამდენად ღიაფად 60 მილიონი არის. იაფი და იგივე ფასი აქვს რაც. აიღე წაი. 60-ად წაიღო მწვადი ბიჭო, აი გავგიჟდები. და მე აუხრა ფული არ მაქვს ძმაო. გოჭირათ მინდა და ამ მწვადი თუ შეიძლება და გაიგიჟე თავი რომ გოჭი და რამე და ის და ნეკლის წვადი თუა კიდე არა უშევს რა. ხახვი წითელი. აბუაჩემს უჯი. ხორცი, კონი, ძვალი, ხორცი, კონი, ძვალი, ან კონი, ხორცი, ძვალი, ეს კომბინაცია. მე მაგ კახეთში წამიყვანით რეგემრიალდ მაკეიპ. მიდი რა შემდეგი. ეხა დაგვრჩა აქ. წვადის სამშობლოს. ხო, ორი შემდეგი. ძირითადი კერძი, ორი მეკლე, ორი ვინ არიან სუფრა. ეხა კიდე ძირითად კერძი. მიდი, ძირითადი კერძი მე მჭირდება. შემწვარი ქათამი. დიდ ისა მე 50-ად. 30 მილიონი. მე მინდა 30. ვისაც შენ დარჩენილი გაქვს, ხო? შენ არ გაქვს. მე მინდა მე. ძირითად კერძი აღარ გაქვს. ორი უნდა მქონდეს, კაცო, ღომი და ხარჩომა. შენც ორი უნდა კონდეს. რა არის ღომი და ხარჩომა? და ისა. არა, არაფერი, საცივი და გოჭი იქით არის. არაფერი ის. ანდროს არა? მომეცეთ ქათამი რა ტაბაკა შენ მომეცეთ. და შენ. რამდენი და 30 მილიონია შემწვარი ქათამი. 50. აუ ეს ტიპი 55. რამდენი მომეცი რა კაცო ეს ქათამი. 45. არა აქვს ბიჭო 55 რა 55. არ მაქვს? 50 მილიონი გაქვს სულ. მართლა? ხო და ანუ მესამე 50 ხსება. თქვა და წაიღო გემან გაბრო. აუ რა ნაგლია ძმა იმენა ქათამიც არ დამითმო რა. ანუ კარგად ივაჭრა, იმიტომ შემწვარი ქათამი მწვადი წაიყვანა, კიდე რა წაიყვანა ეგ. აუ ქათამი მაგრამ კონკურენციის გარეშე ბოლოს. შამპანიური. ქათმის მაგერად მისტერი ბოქსი მაქვს. აბა. ერთზე მეტი ხორცია გამოყენებული. ერთზე მეტი ხორცი გამოგენა. 1100 კალორიაა რაღაც სტედის. ერთი პორცია. და ერთ-ერთი ინგრედიენტია ტუბერ მელანოსპორუმ. ბერკულიოსი. მადლობა ძალიან დიდი. ქათამს იტოვებ? კი ბატონო. ეგ რა არის? ორმაგი ჩიზბურგერი, ჰალაპენიოთი და ტრუფელის соуსი. და არა და მოხდებოდა ამ სუფრას ქარი соуსი. აუ არა და იცი როგორი ქათამი წარმოვიდგინე? ტაბაკა იმერეთში. იმაზე რა კეთზე თებში რო ადევს და ქვას რო დაადებენ, მე გაშლილად რო არის დაბრაწული და ოქროსფერს რო იღებს პროცესში. ცოტა ნიურწყალიც, აუ, კაი და არ მომცა ამანი, მინა ის რა, 50 მილიონი და წამართვა, კაი რა დამშა ძირითადი კერძი. რა დარჩა? შენ ძირითადი კერძი რაც დაგჭა არის ტომოვაზის ფოტოში მომეცი. არა, შემწვარი კარტოფილი არის უბრალოდ. მორჩა? კი.
შემწვარი კარტოფილი 10 მილიონად და მისტერი ბოქსიც არა რა თქმა უნდა. თითქოს კერძო, რატო გაიყვანე შემწვარი? იმიტომ რომ 10 მილიონად რაღაცა იაფიანი ყოფილიყო. მესამე ვარიანტი წეგა პიცა რო შეთავაზე იყო ანჩოუსი და იმით, იმიტომ რომ მესამე ვარიანტი დარჩა. ეს არის უბრალოდ შემწვარი კარტოფილი ყველაფრის გარეშე. არაფერი კარტოფილი იყოს, არ შეიძლება. ხახვით. რავი, შეიძლება უყვარს ხახვი. მიყვარს კაცო ხახვი. ხახვი. აი რა აზე. მე მიყვარს ხახვი. უბრალოდ შემწვარი კარტოფილია. კაი. მისტერი ბოქსი. მისტერი ბოქსი. კერძის სახელი მომდინარეობს ნახშირისგან. მისი სახელი პირველად გაზეთში 50-იან წლებში ახსენეს, მისი სახელი. ზამოდარი. და ერთ-ერთი ინგრედიენტია კვერცხი. აუიცი რაცა. ვიცი რაცა, მაგრამ არ უტყვი. ვერცხია ერთ-ერთი ინგრედიენტი. კი. შემწვარი კარტოფილი გინდა თუ მეორე მინდა. მეორე გინდა? კი. ეს მეორე არის კარბონარა. შენ სულაზე არის. რა გვანჩალეთი კარბონარა თუ შეიძლება მიბოძეთ კარბონარა. ლეონარდო და ვინჩი და კარბონარა. იტა ტოტი მყავს ასე. ტოტის გადაიღე. აუ ეს ტიპი ანუ გიჟდები კარბონარაზე ვაფრენ. ბიჭო, ახალ წელს კარბონარა. რა უკრა ეხა იმ კვერცხი მაქვს იმაში მაიონეზში და კარბონარა. მომეწონება აბა რა ციზავს ეს ვინ არის? ვინ არის? ბრავო. ვინ არის სუფრაზე? ეს არაფერი არ გახარებია. ბიჭო ძალიან დიდი ეხა იდო უბრალოდ შემწვარი კარტოფილი. არა გვინო წაიღო და არ გახარებია და კარბონარაზე. ტაფშა წაიკითხავთ რა. ჩემ ტოპაჩი შედის უწყნარი. აბსონას არა ბოლოს ეხა არ წაიკითხო ბოლოს მიგვალ და ყველა წაიკითხავს. მე ძალიან კაი რაღაცა. სუფრაზე ვინს ხედან თქვენთან ერთად ვიცით რომ ტერეგილიამის კლიპის მთელი საფეხბურთო პლეიადრი არის და არის შემდეგი არის ჯეიმი კარაგერი, აპდო, მიკა რიჩარდსი და ტიერი ანრი ვინც თქვენთან ერთად სუფრაზე იქნებიან და ერთად გაერთობით 40 მილიონად. კაი წავიღო. 50. 50. მესამე მართლა განელი მეკუბოები იქნებიან? 100. 120. ოკეი, თაბდოში ძმები რა ფულს იხდიან. მე ტიერიანში ვიხდი მართლა. 150. 160. ფული რამდენი გვაქვს? შენ გაქვს 540 და შენ გაქვს 300. 250. ოპა, ჩაჭერა. 250. 260. 260. 300. 300? აიღე. წავიღებ მესამე გთხოვ ეხა. 300 ესე იგი ეს მაიკა რიჩარდსი. ანდრე დარჩა იმაზე, მეკულეზე? მეკოლეზე ანდროს დარჩა 75. მესამე მეორე ვარი. მეკულე დაფსანს ყავს მეკულე. ბიჭო მე ეს ფული რო დამრჩება ეხლა და ხო. რამე შემიძლია? ცხოვრებაში იტოვებ. ცხოვრებაში გამოიგე. მადლობა. შენ დარჩა 2009 წლის საბავშვო ევროვიზიის Vamos! მისტერი ბოქსი რა არის? მისტერი საბავშვო ევროვიზია არ გამიგია არაფერი. ისა. დაბიდუმდიმ. შენთან მოდიან მზიკები ფუტკრები და ბანანები. საბავშვო ხაზილები ამ ტელევიზორი გამორთო გაიხადა 100 მილიონი ასე გაისროლა რომ ასე გაისროლა ტელევიზორი გამორთული ყოფილიყო აი ეს უტოპია გეტყვი მისტერი ბოქს პირველი მინიშნება სულთანოა გაუჩებზე საუბარში ხშირად აღწერენ არაერთგზის ხსენებულა ჩვენი ეთერიდან სხვადასხვა განაცემაში და მეტია ვიდრე არაფრის მთქმელი სიტყვები. იყოს. ოთარ ბეროვი. ვაა. ვიქტოროს სწორი გადაწყვეტილება არის. რა თქმა უნდა სწორი გადაწყვეტილება იმას რომ არ არჩიოდა ხო დათელი იყო, მაგრამ ძალიან გავიქცე, ანუ აი დანდეს ვიხდი ოთარ ბეროვში. უცელი მტკიო ბიჭო. მოიცა ოთარ ბეროვი როგორ აღწერე? გავახსენე? ადამიანი რომელიც გოუთებზე საუბრისას ხშირად ახსენებენ და ჩვენი კომენტარები შეგიძლიათ ნახოთ. არაერთგზის ხსენებულა ჩვენი ეთერიდან ახსენებულა და მეტია ვიდრე უბრალოდ არაფრის თქმელი სიტყვები. მეტი არის ამ მე უსმენო რაფაელს. ანუ ჩემთვის დავაჯერე ხა რომ ბეროვის პაგიროთ ეს ევროვიზია ყავს და მისჩევნია რომ ესე გაგზავნა. კაი, მეკოლე დაგჭა ბოლოს. ბეროვი მისჩევნია ბევრს კაცო. ანუ ეს მომენტი მინდა. მეგობრებო, მეკოლე დაგჭა. მეკოლე დაგჭა. მეორე არის ლეონარდო დიკაპრიო 50 მილიონად. მეკლე შემოვიტანს მეგობრებთან ერთად შეიძლება იყოს. მიდი. ანდროს აქვს 75 და შენ 30 მილიონი.
75. 60 რამდენიც აქვს იმდეს იხდის. ლეონარდო დიკაპრიოს მოყვებიან 27 წელს ქვემოთ 21-დან 27 წლამდე გოგო. არავინ არ მოყვება, მარტო ლეონარდო მით. თან იმ ზმანზე მოდის ბოლო ფილმში. თან თუ მოყვება სათავისოთ მოყვება. ლეონარდო დიკაპრიოს მოყვებიან. ხალათით მოდის ლეონარდო დიკაპრიო და და შენ გამწესებს. ანდრო დაგჭა კუნინცა ლეონარდო. შეგიძლია ან მისტერი ბოქს გეტყვი. ველოდი. საქართველოშია ნამყოფი. მოიცი. მე სხვანაირად მეგონა და აი არა საქართველოშია ნამყოფი. თავის სამშობლოში ლეგენდა არის, მაგრამ ნუ მთავარი ლეგენდა არ არის, ერთ-ერთი ლეგენდა არის და მაღალიაო ვერ იტყვი. მოიცა. ლიაო ვერ იტყვი. გამოიცა, გამოვიცე. ეგ მე ვიცი ვინც არ მე მინდა ვიცოდე ვინ არის. გამოვიცნოთ რა, ვინ არის შენი აზრით? ლეონარდოა ესეც? მიკა ძალიან იჭერი წაყვანი იქნება ესე რომ დაიმსგავსებინა ტიპი ვოკერისთვის და მე ვოკერი არ აღმოჩენილიყო, თუმცა ეგეთი კარგი წაყვანიც არა, ჯერჯერობით. მესი? ლეონარდო სახელი არის. 2015-ში. მესია. მესი მიდის ამასთან. ესებოა არა ძალიან გავს მესი და სხვა იქნება. თავს მოგაჭრი. მაგრამ მაინც მიჩვენია ლეონარდო კუნი. თავს მოგაჭრი. რა თქმა უნდა არ არის მესი, ეს არის მეგობრებო მურვან ყრუ. ვინ არის? ვინ არის? ვინ მიდის ამასთან? ერთი წამი ამასთან ვინ მიდის? მაგდრის მურვახრო მიდის ამასთან მეკოე. მურუ ლეონარდო მესი ეგონა. მესი და მურვან აუქეი თორმანა აი განიჩენს და მურვახრო. რატო გამიხარ? ერა გთხო. სადის არის ტიპი ხარ? აბადა არის მურვან ყრუ. ვაიმე ანუ გაცებული ვერ ვიცი კარგად ვერ ვიცი. მას რო ეგონა რომ მეისი. ეხოცა ეს კადრი ჩამიში რა გთხოვ. როგორია ეს მოდის და უშუალოდ კარზე კაკური რო გავიო ვინ არის მურვანი ვარ მურვანი აუ უცელი აქეთ ხო იცი, ერთხელ თუ მოვიდა, მე კიდევ ერთჯერ მოვა. შემოგივლი ერთი რო ერთი რო აკაბადა არის აუ რევს. ბიჭო მურვა ყრო სხვა შორს ახასიათებდა. შენ ძალიან კაი ტიპი იყო. აუ ცუდა. თავისიანები უწყინა. ვერგიშველი არა, თავისიანების ლეგენდა არის ჩვენ თვითონ. ვერგიშველი. სიზღარი ტიპი. ვაიმე ცუდა ვარ. გარდები არის, მაგრამ ბიჭო, თანამედროვე სუფრაში. და ყველაზე კაი არის. არა, მურვან ყრუ და CBS-ი რომ მოდიან შეთა ტელევიზორში უყურებთ Excel-ი ჩემპიონატს. მაგრამ სასწაული სუფრა გვაქვს. ხალხო ძალიან შეუძლია. თანამედროვე განსაკუთრებით გავიგებთ რა, სათქმელი. ცოტა ხანი დავშვიდეთ ცუდად. მართლა ძალიან ცუდად. და იმას ევროვიზია არ შერჩა. ეგეც არაფერს არ ველოდი. ერთი წამი, ეგეც არაფერს არ ველოდი, იმიტომ რომ ნუ რაღაცა ვი. ნუ აი აბსოლუტურად. მურვან ყრუს დე ანუ აი ყველაფერში ყემალში ხაჭაპური საქსში გოჩი პამ ცალთა მურვან მეკლერ ვარი თან ლეონარდო არ გერჩვინა. არა თან ბიჭო კუნ მე მესი მეგონა ბიჭო მაგრამ ხო აი საზიზღრად ექნებოდა მილორავა მოიფიქრა ხო არა, ჩემი მოფიქრებული. ორი ერთთან აი შემოვდგი ფეხი და მე რა მაგას უეჭველი იტყვის მაგის მურვაკრო ხო მაგას ალობდეთ. ყრუა ეგ არა. არა ხო ეგეც შეა იმიტომ შევარქვით ყრუ რომ ბევრჯერ ილაშქრა და ვერ გაიგრო შეგვეშვიშო. ეგ მაგითომ ქვია ხო? ვაიმე ბიჭო ვაიმე რას არ მევად მონდის თუ არა, შენ და ითამაშოს შენთან. ეგ არია ეგ 1-15 წუთი შემოგირბენდი სუფრაზე მართლა კადრს დავინახავდი. ნე ჩემი სუფრით მივდივარ კაფსონა დავდოს შეშინებულ სახეს და მურვაყრუს რო უყურებს. დატოვე მურვაყრუ. ეგრე თქვი რომ მე თვითონ ვტოვე. მე ფული ამი დავზოგებო. კაბროს დაჭა 455 მილიონი. ანუ აი ამის გამოვიდა 455 ახევარი ფული დარჩა. დაიტოვა ხო? კაი, კაბრო. დიდებოდი ვარ. ადამიანს რომელსაც დარჩა 455 მილიონი, გთხოვ შენი სუფრა წარგვიდგინეთ, მე თქვენს აი, ვაიმე, რაც თავარია, ან ყველა სასიხარულო არის ის, რომ ტელევიზორი არის გამორთული. არაფერი ისეს არ მოიწვეთ. აი, პრერეკვიზიტი გვაქვს იდეალური. ჩვენი სუფრის ჰაილაითი არის შემწვარი მწვადი და ასევე შემწვარი მწვადი რა არის? შემწვარი ქათამი მწვადი. ორივე გემრიელია ძალიან. მოთარ ბეროს ნახავთ, ასევე ლეონარდო დიკაპრიო იქნება მეკვლე და შესაბამისად თამადაც. ვაიმე. დავლევ ჩამპანურს როგორც Great Gatsby-ში ესე რომ სვამს. ბეტონა.
არც ეს სახსხარულო ამბებით გავაგზავნებ, იქნება ფელამუში ვეგანური პაშტეტი და ქარის соуსი. ქათამი თუ არ გეყოთ, კიდევ ერთი ქათამი ოღონდ ამჯერად სალათის ფორმით და ბოლოს ლობიანი. სუფრის ჰაილაითი, ვარსკვლავი მთავარი. და ფულს გაჩუქებთ, იმიტომ რომ დარჩა ვინც მივხვალთ, ყველას ფულს გაჩუქებთ. მართლა, ყველას შეგიძლია დაურიგო. აბა ტაფსონ, შენი სუფრა რა არის? კარგი, მე ცივებში მაქვს კვერცხი მაიონეზის соуსი. ასევე ძალიან მონათესავე კერძი მაქვს მე ოლივი. ასე მეცინე. მოიცა გთხოვ. კი. მოიცა მონათესავე კერძი მაქვს ანდრო მე. მაგის ასევე ოლივიე. თავარ კერძებად მე შემოგთავაზებთ თან კონტრასტი არის რა. ყველაფერში კვერცხი გაქვს ახლა კარბონარაში. კარბონარაშიც კვერცხი მაქვს, მოიცა. ყველაფერში არ მაქვს. ოლივიაში და იმაში, მაგრამ კარბონარაში კვერცხი. კარბონარაში გთავაზობთ გუანჩალეთი, ავთენტიკური. კონდაში აქვს. და კვერცხით რა თქმა უნდა. ზის თვითონ. და არა ნაღებით როგორც ჩვენთან კეთილი. რამდენი კვერცხი? ღომი და ხარჩო საუკეთესო ზუგდიდური რეცეპტით იქნება ჩვენთან. კუბდარია უშკულიდან და სწორად ჭამის ფორმასაც დავამუღამებინებ ჩემს სტუმრებს, რომლებიც არიან, არა ჯერ ბაჟე გვაქვს ასევე. დესერტი თუ დაგჭირდა თაფლაკვერი შეგიძლია. ბაჟეს რაში იყენებენ? ბიჭო, ბაჟე მოუხდება პური, არა, ყველი ხომ აქვს მე სუფრაზე. ყველი და პური ყველას. ბაჟე, ყველი და პური არის უნიკალური ტრიო ჩემი აზრით. თუ თამადად და მეკლე გაინტერესებთ, უკეთეს ადამიანს ვერ იპოვით. ლეონარდო და ვინჩი დაგელაპარაკებათ ყველა ტიპის გამოგონებაზე, რაც თვითონიცაზე არსებობს. გეტყვით იმას, მონალიზა არ არის მაგის საუკეთესო ნაშრომი და უბრალოდ იმიტომ გახდა პოპულარული, ის ნახატი მოიპარეს ლურიდან თავის დროზე და ხელოვნურად გავიქცეთ. აბა რომელი არის საუკეთესო ნაშრომი? ნუ რაღაცა მონალიზა არ არის ყოველთვის. თან ეგეთი ხატრული და მაგაშულება გამზადებული ხომ უნდა კონდეს რა არის მაშინ ვიღაცა მოგითხოს. აი ესა თავის რო აქვს დახატული იმაში გაშლილი ტიპი. აი ეგ არის საუკეთესო. ტოპ. სუფრაზე დაგხვდებათ 90-იანების Nike-ის და მსოფლიო ფეხბურთის ყველა ვარსკვლავი. ფრანჩესკო ტოტის და პაოლო მალდინის უნდა გადაუცე და მივაწოდო კარბონარა. ასევე ტელევიზორში გადის საახალწლო კურიოზები. ღომი და ხარჩო გითხარით, ეგეც გითხარით, თამადაზე გითხარით, თაფლაკვერი გითხარით, კარტოფილი მე არ მაქვს ძვირფასო კარბონარა ამოვიდა კარტოფილის მაგივრად და რაც თავარია ხალხო. აი ამ საოცარი ადამიანები სუპერსტარებით გაძეძგილ მაგიდა ეს არის უგემრიელესი კერძებიც ბევრი მაქვს. ყველაზე კარგი ქართული თეთრი საქეები ღვინო დაგხვდება. თქვენ აერჩიეთ კახური რკაწითელი თუ იმერეთიდან წამოსული ცისკაცოლიკორი თუ ქართლის მწვანე შერეული ჩინებულთან, მაგას მნიშვნელობა არ აქვს. მე გულით გეპატიჟებით ჩემს საუკეთესო სუფრაზე. ანდრო, ილოცავთ. გავიგეთ, ტაფსონავს რომ გავიგეთ რომ შენი არის სუფრა ბევრი კვერცხით და ვიტრუვიუსის ადამიანი ყოფილა მისი საყვარელი. ვიტრუვიუსის ადამიანი, ლეონარდო და ვინჩის თავარი ნამუშევარი. და არა მონალიზა. კი ბატონო, ეხლა გავიგოთ ანდროსგან საკმაოდ იშვიათია, როცა ამას ამბობს ვინმე, მაგრამ არსებობს. გავიგოთ ანდრო სუფრაზე რა ხდება? ანდრო, მე მგონი აშკარად ბოლოსკენ ცოტა კმაყოფილი არ არის, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ესე საინტერესო დაგვიხსნის თუ რატომ უნდა მივიდეთ მასთან სუფრაზე, რომ ყველას მოგვინდება. მიდი ანდრო. იმიტომ უნდა მოხვიდეთ ეს ერთი რომ ყველაფრით. რა საუკეთესო სუფრა მაქვს ხაშკარად. საჭმლით საჭმლით ძალიან ახლოს. ხალის მართლა მაგრა იგი. ყვარე და ეს ერთი მოვაკრო ჩემთან ეხ ტყილა არ მოსულა. დროის ატარებოდ მოვიდა. აი ჩვენ მეპარე. შენ რა იცი ოქშეგორი? ავჭავაძე 13-ში რო აკაკუნე. ვაყრო აი. აი რა იცი როგორ? დროის ატარებოდ. ჯიგარია. ეგ და ქებზონა რომ მოდია. ჯიგარი იქნება. ძარ მიდე ქებზი და მურვაყრო. ეგ მაგაზე? მაგაზე ქებზონას თუ მოყვება. დედლი დუოა. სანდრო ქებაძეს თუ მოყვება? ქებზი წადი რა. მურვაყროს. ბაზარი კიდე ფულს ვიხდი და. შენ საყვარელი დუეტი რო რა ხომ? მოყვება შეხოიცი რომ მოყვება. ეს ხურ გაკი. წერი და რაღაც ეს. მე რამდენი თუნდა. აუ ხალხი ქებზონას არის. კიტრი პამიდრის საალთა ხალხო მე მაგ ახორიზე. საცივი. არ ჭირდება გაფორმება რა ტავსონამ გაგიფორმათ რაღაცა იმიტომ რომ კვერცხი უნდა რა გაუბნე მე რავი არ კვერცხსაც და ოლივერს მოვისვით თუ გინდათ მაგიდან ღომი და ხარჩი და კარბონარა და კუბდარი მყოფნის რა ეს სოფრა არის კვერცხი კარბონარა არაფერ შუაში არა კარბონარაზე გურიც ყვა პროსტა ნუ აი საცივი გოჭი ხიზილალა კიტრი პამიდრის სალათა ხაჭაპური ლუდის ხო გევასებათ ხალხ ყველას გევასებათ ჩემგან მოდი და დალიეთ ტყემალი ყველას გევასებათ გოზინაკიც ხო გევასებათ ყველაფერი მე მაქვს ყველაფერი მე მაქვს ექსელის იმას უყურებთ ვაფშე არ უყურებთ არც გავხედავთ ყავს მაიკა რიჩარდსი ჯეიმი კარაგერი ტიერი ანრი მყავს
და Kate Upton-ს. ქმრის გარეშე. Kate Scott. ტიერის Kate Scott. ხო და მე Kate Upton-ს ვეძახი, იმიტომ რომ ტიერის ეწყინება, რომ ნუ ხა ტიერის არ არის მაგათ შორის არაფერი. არ არის არაფერი. თავარზე გადა. რა იცი გეხვეწები. რა არის ტიერიანის და Kate Scott შორის. ართალია შენ იცი, ანუ არის რაღაცა კარგი. ნუ იგრძნობა ეს ქიმია მათ შორის. კი, გათხოვდა და გაყვა ვიღაც ტიპს, რა უნდა იყოს მაგათ შორის, შეჭება, გათხოვდა. ეგ დასრული არ არის. თავარი მითხარი, ნუ მიწელა ვაგა. ეს არის ჩემი სუფრა. ეს არის ღომივით. ეს არის ჩემი სუფრა. შემდეგ. ეს არის ყველაფერი თქვი. შემდეგ. მეკოლეს. დიახ, ვინ აკაკუნებს კარზე ხურჯინით ვიშემოდის ვინ ასაოხრებლად. ირაკლი იმედაც. ირაკლი მიდაც მურვანყრო. ვინ შემოდის? ირაკლი იმედაც. ვინ შემოდის ვინ? კაი, მეგობრებო, მადლობა მაყურებელს თხოვოთ. პირველ რიგში სანამ მაყურებელს თხოვოთ. ევროვიზიის ხალხი რო არ დაუტოვე, აი მაგ მომენტის დედავატირე და მურვანყრო რო. მე რა დაუტოვე, თვითონ დაუტოვე. ტელევიზორი გამორთო ამენთან, აი ტელევიზორი და გამორთო და ევროვიზიის თავი. არა, მიდია შეცევა. თხოვნა მაქვს ანდრო შენთან. ფუტკრები და კალიები რომ მიდია. ანდრო მაყურებელი სულთოზე თხოვნა მაქვს შენთან რომ FIFA-ში ეს გუნდები. დავაწყო, მურვანყროს ვაყენებ სტრაიკერ. მურვანყრო. და მოიგებს. 4 ამერიკანი ოვერ. გილოცავთ მეგობრებო ახალ წელს. ხალხი ელოცა ახალ. მადლობა ნიკოლოზ. პრაიმ მურვანყრო. პრაიმ გაჯმენე. მადლობა გაწეულიშ, მადლობა იმისთვის რომ საზოგადოებას და საქართველოს აუქციონი აჩუქერა. იმიტომ რომ ხალხს ძალიან ევასება ეს ყველაფერი და მეც გილოცავ ახალ წელს. ძალიან დიდი მადლობა. ეს არის პირველი აუქციონი, რომელიც შეიძლება ხალხს ეგო. აუგება რა არ წამიგია მურვანყროს უბრალოდ არ შემოუშვებთ. ათელია მე მგონი ყველაფერი. უბრალოდ არ შემო. უბრალოდ კარგად გავიცნობ და გაცნობის შემდეგ იქნება ეს კაცი და რო ტიგრით ბოლოს ამის სევდიან ისტორიაზე რო ხვითინებთ. მე ჯეიმი კარაგერი ტიერიანი და აი. ატომაცი ქვითინებთ ვიცი. მე